უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და ცხეთთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსი ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია განვაგრძობს საუბარს მის შესახებ და სანამ სასულიერო აკადემიის შესახებ მოგითხრობდეთ, რაც აი უდიდესი მოვლენა იყო საერთოდ ამ სასულიერო აკადემიის გახსნა, მანამდე კიდევ მინდა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ მოგითხროთ, მაგალითად, ჯერ 1987 წელია და აი პირდაპირ რაღაც საოცარი ამბავი გაისმა საზოგადოებაში, რომ ეკლესია აპირებს წმინდანად შერაცხოს წმინდა ეხლა უწოდებთ ილია ჭავჭავაძე შეირაცხოს წმინდანად, რამაც ძალიან დიდი მოთქმა გამოიწვია საზოგადოებაში. მე ეხლა როდესაც დღევანდელი გადასახედიდან უყურებ და უკვე პირდაპირ იკითხება, ესე რომ ვთქვათ, ეს სამსახური, სახელმწიფო უშუალოების სამსახური, როგორც იყო მაშინ კომიტეტი, თუ რა ვიცი როგორ ერქვა, მოკლედ ისინი როგორ მუშაობდნენ, როგორ ავრცელებდნენ აზრებს, როგორ ავრცელებდნენ შეხედულებებს. აი ეხლა ეს უკვე რაღაცნაირად ძალიან როგორ გითხრათ, უკვე ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი და მაშინ მეც მეგონა, რომ საზოგადოებრივი აზრი იყო ესეთი, რომ ეს არ შეიძლება და რატომ უნდა შეირაცხოს, რა ეკლესიის მიმართ რა დამსახურების გამო, რაც რა თქმა უნდა დამალული იყო და რა თქმა უნდა საერთოდ არავითარი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდა ილია ჭავჭავაძე არ იყო და პატრიარქმა ეს ყველაფერი მოაგროვა, ეს ინფორმაცია დიდი ხანი იმუშავა ამ საკითხთან დაკავშირებით და აი ეს უკვე არ ვიცი როგორ მიაღწია თანხმობას ხელისუფლებასთან, იმიტომ რომ ხელისუფლებასთან აუცილებლად უნდა ყოფილიყო ასეთი საკითხები შეთანხმებული, ნებისმიერი საკითხი, რაც ეკლესიას ეხებოდა, ეს იყო რწმუნებული, ესე ერქვა, ეს იყო სახელმწიფოს წარმომადგენელი ეკლესიასთან ურთიერთობაში, ესე ერქვა სახელმწიფო რწმუნებული. და აი სახელმწიფო რწმუნებულის საშუალებით ჰქონდა ეკლესიას და პატრიარქს ურთიერთობა. სახელი არ მახსოვს, ციკლაური იყო გვარად, მე ვიცნობდი როგორ მინახავს ეს ადამიანი ხა მასთან გასაუბრება და მასთან ეს ფაქტურად ნიშნავდა, რომ ერთ-ერთ რომელიღაც საბჭოთა კავშირის სახელმწიფოს, საქართველოს რომელიმე მინისტრს ალაპარაკებოდი, რაც არ იყო ადვილი საქმე და ეს მომზადებოდა ხოლმე ეს ბატონი ამ საპატრიარქოშიც მინახავს და განსაკუთრებით ახლა ამ დღესასწაულზე რომელზეც გიყვებით, ეს არის 1987 წელი ილიაობა, რომელსაც პატრიარქი განსაკუთრებულად აღნიშნავდა ხოლმე ილია წინასწარმეტყველის ილია თესბიტელის დღესასწაულს, ეს არის ახალი სტილით, ეს არის 2 აგვისტოს არის ილიაობა და ეს განსაკუთრებული დღე იყო, როდესაც გამოცხადდა წმინდანად და ეწოდა წმინდა ილია მართალი და აი 2 აგვისტოს უკვე სვეტიცხოველში ჩატარდა ეს წირვა და აი ამ წირვის შემდეგ მე ვესწრებოდი ამ წირვას და წირვის შემდეგ იყო დიდი ტრაპეზი სადილის სამთავროს ეზოში, სამთავროს მონასტრის ეზოში, რა თქმა უნდა ესეც შეთანხმებული უნდა ყოფილიყო. აი ეზოში იყო, იცით რა ადგილას აი რომ შედიხარ სამთავროში მარცხენა მხარეს კიბით ადიხარ და ესეთი ადგილია მოედანი, კი არა, ხეებია იქა და რაღაც, მაგრამ იქ შეიძლებოდა და აი გაიშალა დიდი სუფრა და მე ამ სუფრაზეც მიგვიწვია პატრიარქმა ყველანი მობრძანდით და ამ სუფრაზეც ვესწრებოდი და გადაღებულიც არის ილია
წმინდა ილია მართლის წმინდანი შერაცხვა და ცოტა რაღაც დროის წინ გამოქვეყნდა კიდევაც YouTube-ზეც არის სადღაც ეს მასალები და აი ტრაპეზზე მეც კი აღმოჩნდი კადრში მოკლედ ამის თქმა მინდა. მაინც რაც შეეხება ილია მართლის წმინდანად შერაცხვას, გარდა იმისა, რომ დაიწყო კიდევ ერთი ესე რომ ვთქვათ კამპანია ილიას წინააღმდეგ რაღაცა რას არ ამბობდნენ რა, რომ აი ბანკოს თამაში უყვარდა და აი რაღაცა რა ბევრ ამის ამბობენ, რომ არ შეიძლება მის წმინდანად შერაცხვა და გარდა ამისა კიდევ პატრიარქზე დაიწყო მაშინ ამის გამო საუბარი. ხო გეუბნებით, მე ხა უკვე ეს ნამდვილად ვიცი, შემიძლია ზუსტად გითხრათ რა ხმებია და ვინ ავრცელებდა ამ ხმებს. ეს ხალხი ლაპარაკობდა თუ არ ლაპარაკობდა, ამას ეს ცალკე საკითხია, მაგრამ აი ეს ლაპარაკი იყო უყურთ აი ესეთი. ხო და პატრიარქზე იცით რას ამბობდნენ? რომ ესე იგი მას უნდა ილიაობა. ანუ ეს უნდა რომ ილია მეორე კი არ იყოს, მეორე ილია იყოს. ხო და სახარებაში არის ეგეთი სიტყვები, რომ იესო ქრისტეს შესახებ ეს ფარისევლები, ეს მღვდელმთავრები, რომელიც იყო ეს იმ წლის მღვდელმთავარი, ვინც ჯვარს გააკრა ქრისტე, ხო? იმათმა თქვეს, რომ ჯობია ერთი კაცი მოგდეს და მთელი ხალხი გადარჩესო და ესე წერია სახარებაში, რომ კი ეს იყო ფარისეველი, მაგრამ ენამ, ქართულად მომს რომ ენამ უყილა და ენამ კი არ უყილა, აი ღვთის განგებით წარმოთქვა ეს და მე დღეს და ალბათ დამეთანხმებით კიდევაც დღეს შეგვიძლია ჩვენ თქვათ, რომ ეს ნამდვილად იყო ილია მეორეც და მეორე ილიაც. ილია მეორეზე მოგიყვებით კიდევ ალბათ მოვახერხებ ესე იგი რას ამბობდა პატრიარქი. ანჯობს იქნებ ეხავე გითხრათ რომ მე არ დაგვავიწყდეს. ესე იგი ილია მეორე ხშირად უთქვამს პატრიარქს აი ეს ოფიციალურ შეხვედრებზე ან რაღაცა ესეთი უცხოელებთან რო ყოფილა რაღაც საუბარი ხანდახან დაძაბულიც და უთქვამს რომ მე ვარ ილია მეორე და ილია პირველი იყო 1500 წლის წინ პატრიარქი საქართველოს ეკლესიის მამათმთავარი და აი ეს არის ჩვენი ეკლესია. მე ვარ ილია მეორე, რომელიც ილია პირველთან მაშორებს 1500 წელს. და ის იყო ილია მეორე, მაგრამ აი დღეს უკვე შეგვიძლია ჩვენ თქვათ, რომ ფაქტიურად ილია ჭავჭავაძეს, წმინდა ილია მართალს ქართველმა ხალხმა უგვირგვინო მეფე შეარქვა. იმიტომ რომ ამ გაუქმებული სამეფოს პერიოდში 19 საუკუნეში გაუქმებული ავტოკეფალიის პერიოდში ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ილია მართალი გამოგვიგზავნა ღმერთმა და მან უპატრონა ჩვენს ხალხს და ჩვენს ერს და აი მის შემდეგ დღეს გამოგვიგზავნა ჩვენ სწორედ ილია მეორე, რომელმაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მეტი თუ არა არანაკლები ღვაწლი გასწია ამ ქვეყნისათვის. და მოკლედ ეს ერთი რაც მინდოდა მეთქვა პატრიარქის შესახებ, რომ მისი დიდი შრომით და მისი დიდი სიმამაცით, სამოქალაქო სიმამაცე გამოიჩინა მან და ესე შერაცხა წმინდანად. ფაქტიურად კი მაშინ იყო წმინდა სინოდი, რა თქმა უნდა არსებობდა და მღვდელმთავრები, მაგრამ ფაქტიურად ეს იყო პატრიარქის ესეთი დიდი სურვილი და შეიძლება ითქვას ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომელსაც დაუჭირა მაშინდელმა სინოდმა, რა თქმა უნდა, მხარი. კიდე რა შემიძლია გითხრათ პატრიარქის შესახებ იმ პერიოდიდან, როდესაც მე მივედი ეკლესიაში და დავიწყე ეს სიარული, ეს იყო პირველად მე ესე იგი 85 წელი იყო რუშევობიჯე, მაგრამ ესე აქტიურად და 85 წლის დიდ მარხვაში ვეზიარე პირველად და ოღონდ ეს კიდე
ამას ახლა აღარ მოვყვები, ცალკე იუმორისტული ის იყო როგორ შემთხვევით მოკლედ რაღაცნაირად. შემთხვევით არა, უბრალოდ არ ვიცოდი არაფერი და ესე პირდაპირ მივედი საზიარებლად და ამის შემდეგ დავიწყე სიარული ეკლესიაში და უკვე დავიწყეს ძირითადად მე დავდიოდი უფრო სიონის ტაძარში. სიონის ტაძარში დავდიოდი ხოლმე, თავიდან ესე ინტენსიურად არა და აი 1987 წლის დიდი წმინდა მარხვის შემდეგ უკვე შეგნებულად ვეზიარე პირველად უკვე არჩეულ მოძღვართან, მაშინდელ მამა დავითთან და აი მაშინ მე მამა დავითმა ანუ მეუფე დანიელმა ესეთი რამ მითხრა მე დიდი სამით მომემზადე და ჩამოვთვალე ჩემი ცოდვები, რომელიც მიმაჩნდა რომ ძალიან მძიმე ცოდვები იყო და ყურადღება არ მიექცია საერთოდ მოისმინა უბრალოდ და მე ბოლოს მითხრა რომ წირვალოცას თუ ესწრები ხოლმე და ვერც კი გავიგე რა მითხრა, რა მკითხა და რას ნიშნავს მეთქი უთხარი და აი ყოველ კვირას თუ დადიხარ ტაძარში წირვაზეო და მე ვთხარი არა მეთქი ერთი დღე მოქვს მეთქი დასვენების და როგორ შეიძლება მეთქი ხა რომ მე ეს ერთი დღეც არ და ოჯახს არ მოვახმარო და ეს ის პერიოდია, როდესაც თან ვსწავლობ თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდი მაშინ და თან ვასწავლიდი სკოლაში, საჯარო სკოლაში ვასწავლიდი, ეს უკვე ნათქვამი მაქვს ფიზიკას და ამიტომ ძალიან დატვირთული მქონდა დრო და მითხრა რომ ქრისტიანობა არის ეს. თუ გინდა რომ იყო ქრისტიანი, ყოველ კვირას წირვას უნდა დაესწრო. და აი ეს იყო ალბათ ყველაზე სერიოზული გადაწყვეტილება, რაც მე იმ პერიოდში მივიღე. ამან განაპირობა მე ყველაფერი დანარჩენი და გადავწყვიტე და იმის შემდეგ ერთი კვირა გამოვტოვე, მეორე კვირა გამოვტოვე და აი იმის შემდეგ უკვე აღარ გამომიტოვებია საერთოდ. შეიძლება ითქვას თიძეა ჩამოსათვლელი ის კვირა დღეები, როდესაც მე ტაძარში არ ვიყავი და ანეხლა რო არა ვარ. მოკლედ აი ეს 87 წლის ესე იგი დიდი მარხვიდან დავიწყე სიარული და ავირჩიეს რა თქმა უნდა სიონის ტაძარი. იმიტომაც რომ მეუფე დანიელი იქ მსახურობდა და მაინც მთავარი ფაქტორი იყო ის რომ პატრიარქი მსახურობდა ამ ტაძარში. რომ მოხვდი ამ სიონის ტაძარში ცხადია რომ თანდათანობით მრევლიც გავიცანი, მაშინ ცოტანი იყვნენ, კვირის წირვაზე სხვათა შორის ტაძარი ივსებოდა, ოღონდ ესე არ იყო რომ აი ვერ გაინძრეოდი ტაძარში, ესეთი გაჭედილი არ იყო. ბევრი ხალხი იყო და შეიძლება ამ ხალხს შორის გავლა, მაგრამ ესე იგი ესე შეუხებლად რომ არ შეეხო და ესე გავუარო გვერდზე არ გამოდიოდა, უნდა კითხვა უკაცრავად გამატარეთ თუ გასვლა გინდა სადა. მოკლედ აი რაღაც ესეთი ვითარება არის და ესე იგი პატრიარქზე აი ამ რეულში რაღაცა ხმები დადიოდა რა, მოკლედ ხმები დადიოდა, არ ვიცი ხა ლეგენდები როგორ დავარქვა, მაგრამ რაღაც ისეთი გამონათქვამები კი არა, აი რაღაცა აი გაიგებდი ესეთ რამეს, მაგალითად ესეთ რამეს ამბობდნენ რომ პატრიარქს აქვს საოცარი მეხსიერება. რომ ერთხელ თუ შემოხვალ ტაძარში და თუ თვალი მოგკრა, ანუ ისე თუ დადგები სადღაც რომ ესე იგი რომ დაგინახოს, თუ ერთხელ დაგინახა მოკლედ პატრიარქმა, ამას იმახსოვრებს და მერე სულ ესე იგი რომ მიხვალ კიდე შემოქმედავს და სულ ესე იგი ახსოვს ვინ არის მისი მრევლი. გარდა ამისა, პატრიარქზე ესე იგი ეს უკვე ერთი ძალიან საინტერესო ამბავი უნდა გითხრათ, რას აკეთებდა პატრიარქი ეკლესიისათვის, მაგალითად პატრიარქმა იმ პერიოდში დაარსა სახელოსნო ქარგვის სახელოსნო, ქართული ნაქარგობა ცნობილი იყო საერთოდ, ხო, არის მუზეუმში საოცარი ნიმუშები გვაქვს და აი პატრიარქმა გადაწყვიტა, რომ ეს უნდა აღდგეს ქართული ნაქარგობა და ეს ქართული ნაქარგობის სახელოსნო დაარსა. მე უბრალოდ ძალიან ახლო შეხება მქონდა ამასთან, იმიტომ რომ ჩემი და ხორციელი და დღეს არის იღუმენია პარასკევა მღვიმევის დედათა მონასტერში, ეს არის ჭიათურაში და იქ და კიდევ ეს სამი მისი თანამოსაგრე იმ პერიოდის ესე იგი არის აი ამ სახელოსნოდან
ესენი მე ხა მოგიყვებით როგორ თანდათანობით შემოვიდა ეკლესიის წიაღში. მოკლედ საპატრიარქოში იყო ეს სახელოსნო და იქ ესე იგი პატრიარქმა მათ მისცა დავალება უთხრა აუხსნა როგორ უნდა მოკარგონ და რა კარგვის რა ფორმები თუ რა ხერხები არსებობს და დაავალა დაფარნების მოკარგვა ეს დაფარნები მოიქარგა და დღეს საპატრიარქოში ინახება და მოკლედ ესე იგი როდესაც სახში ბრუნდებოდი ხოლმე ჩემი და მოდიოდა ამ სახელოსნოდან თავიდან ოჯახშიც არ ამბობდა იმიტომ რომ ქიმიის ფაკულტეტი ქონდა დამთავრებული და მუშაობდა არქეოლოგიის ცენტრში. სპეციალურად მისთვის დაუშვეს იქ შტატი ქიმიკოსის. ეს კიდე ცალკე ამბავი იყო და წარმოიდგინეთ, ახლა იმ პერიოდში ძალიან დიდი ამბავია და როგორ მიატოვა ეს და წამოვიდა სახში ჯერ ვერ ეუნებოდა, იმიტომ რომ ძალიან ინერვიულებდნენ ჩემი მშობლები და მე კი ვიცოდი და მიყვებოდა ხოლმე ამბებს, მაგალითად სრულიად მოულოდნელად პატრიარქი შემოვიდოდა ამ სახელოსნოში. საპატრიარქო მაშინ მდებარეობდა სიონის ტაძრის ეზოში და საპატრიარქოს ეკუთვნოდა გადასცეს სპორტ კომიტეტის შენობა ესე ერქვა. ეს არის აი სიონიდან რომ ლესელიძეზე რომ უნდა ამოხვიდე ლესელიძის ქუჩაზე, აი დიდი შენობაა, დღეს იქ სასტუმრო არის ახლა. ესეც პატრიარქის ოცნება იყო, რომ იქ სასტუმრო ყოფილიყო, საეკლესიო სასტუმრო. და მოკლედ იქ იყო განლაგებული ავარიული შენობა იყო, დახეთქილი იყო კედლები. მაგრამ ნუ მაინც იქ გალობები იქ ტარდებოდა, გალობის გაკვეთილები ყველასთვის სხვათა შორის. და აი სწორედ ესე იგი სახელოსნოც იქ იყო და პატრიარქი მიდიოდა ხოლმე ხშირად სიონის ეზოში ცხოვრობდა მაშინ, მიდიოდა ხოლმე და შედიოდა და დაждდებოდა ხოლმე, საუბრებოდა ამათ და ესე იგი აი ჩემი და მეუბნებოდა რომ ნემსის დაჭერას ხელში ვასწავლისო რა, აი როგორ უნდა გეჭიროს ნემსი, რომ კარგად მოიქარგოს. აი ესეთი მრავალმხრივი იყო მისი ცოდნა, მისი განათლება, ამაზე აღარ ვლაპარაკობ, ესე იგი ძნელია ამ თემაზე საუბარი, ხა ზუსტად რომ აღწერო როგორ და რანაირი, როგორი ერუდიცია ჰქონდა. ნუ მე როდესაც მივედი კიდე აი რასაც ესე იგი ნუ წირვაზე დავდიოდი უკვე და ცოტა გვიან შევიტყვე ესეთი რამე რომ წირვის დროს როდესაც სრულდებოდა საგალობელი წმინდა ღმერთო, წმინდა ოძლიერო, წმინდა ოქტავ შეგვიწყანენ ჩვენ. აღმოჩნდა რომ აი უმარტივესი საგალობელია, არ ვიცი რა შევადარო, სამებასავით მარტივია მოკლედ ეს საგალობელი და ესეც არ არის ჩემი სიტყვები. და აღმოჩნდა რომ თურმე პატრიარქს დაუწერია ეს საგალობელი. როგორ რას ეს საგალობელი წირვაზე რომ პატრიარქის დაწერილია, აი ესეთი გააკვირვება მეც დამეუფლა და ვინც გებულობდა ყველას, რომ თურმე პატრიარქის დაწერილი არის ეს საგალობელი. მოკლედ აი ესეთი საგალობელი. გარდა ამისა არის კიდე არაჩვეულებრივი საგალობელი წმინდა ნინოს დაუჯდომოში არის ესეთი სიტყვები ყოველი მუხლი ესე მთავრდება გიხაროდენ შემფრია ჩვენიერო შორის დედათა საფრთხოს ძალა. აი ეს მელოდია დღეს ეს არსებობს. ნუ ეს არის ალბათ ერთ-ერთი ულამაზესი მელოდია რაც დაწერილა საერთოდ. და ესეც პატრიარქის დაწერილი აღმოჩნდა. ეს უკვე მოგვიანებით შევიტყვეთ და მოკლედ ესე იგი მე მოგიყევით როგორ იყო პარაკლისები და როგორ ქადაგება როგორ ისმოდა სიონის ტაძრის ამბიონიდან. გარდა ამისა პატრიარქმა ბევრი აი ესე იგი შეიძლება ითქვას რომ თანამედროვე მისიონერული სამსახური რაც არსებობს, ესეც პატრიარქის არსებულია, მთლიანად შეიძლება ითქვას რომ ყველა მისიონერული იდეა არის პატრიარქის, აი როგორ გავრცელდეს სარწმუნოება. ეხლა ეს წინა პერიოდი არის სწორედ სასულიერო აკადემიის გახსნის და აი მაგალითად ერთი ამბავი მინდა გითხრათ. ესე იგი როგორც მოგახსენეთ ჩვენ მაშინ არანაირი, აი საერთოდ არავითარი ლიტერატურა არ ქონდა ქართულ ენაზე და პატრიარქის ბრუნავდა ამაზე, იმიტომ რომ გამოცემულობა ჩვენ ხელში არ იყო, საპატრიარქოს არ ქონდა მაშინ გამოცემულობა და
და რა ინახეთ რა მოიფიქრა. ესე იგი ჩვენ დაგვავალა ეს მეუფე დანიელს ევალა ესა და ჩვენ მრევლს და ნუ მე დამევალა გეტყვით ახლა რაც. ესე იგი ლაპარაკი არის იმაზე რომ ჩვენ რაიმე განმარტებითი სახელმძღვანელო უნდა ქონოდა სარწმუნოების შესახებ და ნუ არსებობს არაჩვეულებრივი რუსულ ენაზე არაჩვეულებრივი ლიტერატურა არის ამ თვალსაზრისით 19 საუკუნის და არის გრიგოლ დიაჩენკო პრესვიტერი გრიგოლ დიაჩენკო 19 საუკუნის ავტორია რომელსაც აქვს საკვირაო და სადღესასწაულო სახარების განმარტებები არაჩვეულებრივი და ესეც არის უკვე ქართულად ნათარგმნი და გარდა ამისა ამ დიაჩენკოს ჰქონდა დაწერილი ნუ აქვს ბებერთელა წიგნი კატეხიზმო მართლმადიდებლური კატეხიზმო ეს კატეხიზმო ბერძნული სიტყვიდან მოდის კატეხიზის ნიშნავს განმარტებას იმათვის ვინც უნდა მოინათლოს ანუ სანამ მოინათლება ადამიანი კატეხიზაცია უნდა გაიაროს და ესე იგი ან წაიკითხოს რამე უნდა მოუყვეს და ეს კატეხიზმო ნიშნავს რომ ხანდახან ზეპირათაც აი პირდაპირ საუბრით უხსნიან ადამიანს რა არის ქრისტიანობა და ამას ჰქონდა დიაჩენკოს ბებერთელიც რამოდენ აი დიდი ზომის და ძალიან სქელი წიგნი დაწერილი თან სამი ქრისტიანული სათნოების განმარტება ესე იგი რწმენა, სასოება და სიყვარული. ნუ რუსულად ეს ერქვა ვერა ნადეჟდა ლიუბოვ. ხო და აი სამი ტომი იყო მოკლედ რა. და აი ეს ტომი პატრიარქ მაშინ ერთი რაც კი შეძლო პატრიარქმა რომ ესე იგი აი ამ საპატრიარქოს შენობაში რაც მოგახსენეთ იდგა ქსეროქსის მანქანა. აი ეს თავრობა მამის უფლება მისცა და მოკლედ აი გადაქსეროქსება შეიძლებოდა წიგნის და აი ამ კატეხიზმო იყო დაქსეროქსებული ვებერთელა დიდი ფურცლები მოკლედ. და კიდე ესე ცოტა იუმორიც რომ ჩავრთოთ ეს ქსეროქსე ოღონდ კი მისცეს უფლება ოღონდ ქსეროქსე იყო ხა სახელი არ მახსოვს ოღონდ მართლა არ მახსოვს რომ მახსოვდეს ალბათ მაინც არ გეტყოდით მაგრამ არ მახსოვს კაცი იყო ესეთი შუახნის პირდაპირ ნუ ყველა ვიცოდით რომ უსიუთ რა ქვია უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყო რა თქმა უნდა იმიტომ რომ ენახა რას აქსეროქსებ იმიტომ რომ ის რომ ნახავდა თუ შეიძლებოდა თუ სარწმუნოებრივი იყო დაგიქსეროქსებდა თუ არა და არ შეიძლებოდა მოკლედ და მრევლში ესეც რა თქმა უნდა ხუმრობით ამბობთ რა ცოცხალი ნუ ეს რომელიც სიტყვა კაგებეშნიკი მოკლედ ცოცხალი კაგებეშნიკის ნახვა თუ გინდა შეიძლება და ის კაცი გაიცნო ეს პირველი შეხება ჩემი ეს იყო რა მივდიოდით ხოლმე ეხლა რას ვაკეთებდით აი ამ დიაჩენკოს სახელმძღვანელოს ქსეროკოპია და ამას ფურცლები იყო და აი ფურცლებზე ვაკეთებდი მე მევალა ესეთი რამ რომ მონაკვეთი უნდა მომეზომა ერთი ადამიანისთვის უნდა მიმეცა რომელიც გადათარგმნიდა ამას ქართულად ესე იგი აი ასეთნაირად ხა ვინმე ერთი რო დამჯდარიყო და თავიდან ბოლომდე ეთარგმნა ნუ ალბათ ამას რამდენიმე წელი დაჭირდებოდა იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ დიდი წიგნი იყო პატრიარქს უნდოდა რომ ეს წიგნი დაბეჭდილიყო და გავრცელებულიყო მაგრამ აქ იყო რაღაცა მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ესე იგი მე მქონდა ესეთ დავალება რომ წირვის დროს ან ლოცვის დროს ჩუმად შეიძლება ლოცვა კურთხევა მქონდა რა მივიდოდი ჩუმად უკან ადამიანს დაუდგებოდი და ვეუბნები რომ კაცრავად ხო შეგიძლიათ მოგვეხმაროთ რაში უნდა მოგეხმაროთ აი ეს არის გადასათარგმნი თუ შეგიძლიათ რომ რუსულიდან ქართულად გადათარგმნო და ვაჩვენებდი და ნუ იმდენად ისე იყო მოზომილი ეს მონაკვეთი რაც უნდა ეთარგმნა ნუ ერთი გვერდი მაგალითად თან რაღაც გვერდი ნახე რომ იცით თითქმის უარს არავინ მეუბნებოდა თან მაშინ საბჭოთა პერიოდია და რუსული ენა ხა მეტნაკლებად ყველა მიცის და მოკლედ ყველას ვაძლევდით ესე იგი ვინც ტაძარში იდგა სიას ვაკეთებდი და მე ვეუბნებოდი რომ კაცრავ თქვენ ჩავიწერ თუ შეიძლება რომ ვიცოდე რომელი ფრაგმენტი გაქვთ თქვენ მოცემული და ესე გავიცანი მთელი მრევლის სიონის სახელებით და გვარებით ტელეფონებით თუ იმეს ქონდა მაშინ მობილური ტელეფონები არ იყო და მოკლედ ესეთნაირად უთანხმდებოდი აი სამი დღის მერე უნდა მომიტანო ნათარგმნი ან შემდეგ წირვაზე მოიტანეთ თუ შეიძლება და აი ესეთნაირად ვაგროვებდით
მოკლედ, ეხლა რა არის ეგ ძალიან საინტერესო, რომ ფაქტიურად გამოდიოდა, რომ მთელი მრევლი იყო ჩართული ამ საქმიანობაში. მართალი რო გითხრათ, ის წიგნი დაბეჭდილი თვალით არ მინახავს ქართულ ენაზე. თუმცა ეს შეგროვილი მასალები კიდევ ვინც კარგი სპეციალისტი იყო უკვე ამ საქმის, იმათ ხელში ხვდებოდა და ისინი უკეთებდნენ რედაქციას და იცით რა იყო ძალიან საინტერესო? რომ ხშირად გვეუბნებოდნენ ეს რედაქტორები, რომ ამის რედაქციის გაკეთება, ეს სხვადასხვა ხო ხა ამდენი ადამიანია ყველა თავი ხა არც ერთს არ აქვს ეს გამოცდილება და აქ იცით რუსულ ენაზე უფრო მეტად ქართული ენა უნდა იცოდე, რომ კარგად დაწერო ეს ყველაფერი და მოკლედ გვეუბნებიან, რომ ისეთი ნაწერია ხშირად, რომ ამის გასწორება ჯობია თავიდან და შენთან თარგმნო რა. ხო და მოკლედ ესე იგი დიდი შრომა გაიწია თარგმნაზეც და ამის რედაქტირებაზეც. მაგრამ ფაქტიურად ეს საქმე შესრულდა. იმიტომ რომ ეს ხალხი ამას რო გადათარგმნა, მე სხვა მონაკვეთს ვაძლევდით, მე სხვა ძალიან საინტერესო წიგნია სხვათა შორის. ეს აი ესეთი შემთხვევებია მოყოლილი. დღემდე მაქვს ჩარჩენილი იმ კატეხიზმოდან ძალიან საინტერესო ფაქტები და ფაქტიურად ეს კატეხიზაცია მოხდა, იმიტომ რომ ესენი შეიძლება ის თარგმანი არ გამოვიდა და წიგნი არ დაიბეჭდა, რომელსაც ვიღაცას უნდა წაეკითხა, ხო, მაგრამ წაკითხვა არ გამოდიოდა, ესენი თარგმნიდნენ და გებულობდნენ შიგნით რა ეწერა და ფაქტიურად აი ეს მრევლის ზოგადი დონე ძალიან მაღალი გახდა. ხო და მე გარდა ამისა პატრიარქი ხშირად ქადაგებდა ხოლმე როგორი ლოცვითი კანონი უნდა კონდეს, ესე იგი და მე ერთხელ რამდენიმე წლის სხვა შორის აი ამ არ ვიცი ხა ეკლესიის მოწინააღმდეგეები არიან სულ ეხაც არიან ხო და ზოგადად რა ხო და მათგან გამიგია რომ აი გაუნათლებელი მრევლი და აი სახარება არ აქვს წაკითხული და რაღაცა ესეთი ფრაზები გულისადკენი რა. იმიტომ კი არა რომ აი ისედაც ხა რატომ უნდა თქვა ეგრე ადამიანს, მაგრამ ტყვილი და რატო? იმიტომ რომ პირველივე დღეებიდან აი მე რომ დავიწყე ეკლესიაში ხშირად პატრიარქი გვეუბნებოდა რა როგორ უნდა ვილოცოთ, ესე იგი რა ლოცვები უნდა ვიკითხოთ და დავალება რამდენჯერ მოუწია, ესე იგი ჩემი თანდასწრები მე ვიდექი ტაძარში უსმენდი ქადაგებას და რომ დღეში ერთი თავი სახარებიდან. ეხლაც გაგიმეორებთ ამას ყველას. აუცილებლად გარდა დილის ლოცვებისა და საღამოს ლოცვებისა ერთი თავი სახარებიდან და ერთი კანონი ფსალმონიდან. სახარებას დილით კითხულობთ ხოლმე, ფსალმონებს საღამოს, ეს არის ზოგადი ლოცვა კურთხევა პატრიარქის, რომელიც ხშირად იმეორებდა და მინდა გითხრათ, რომ ამიტომ იყო სახარება აუცილებელი ყველასთვის. მოგითხარით, რომ არ იშოვებოდა ეს სახარება და ხელით იწერებოდა, მაგრამ საჭირო წიგნი იყო, იმიტომ რომ ყოველ დღე თითო თავი უნდა წაგეკითხა. აი დღეს პირველი თავი, თქვათ მათ ეს სახარება, მე მეორე და ესე გადადიოდი და რომ დაასრულებდი, თქვათ, ხო, უკვე ერთი წლის შემდეგ ან რაღაცა, მე ისევ თავიდან და ასეთნაირად ფაქტიურად მრევლის სახარებას კითხულობდა ყოველ დღე. და ხა ესე ადვილი ხა ვიცით სახარება, ხაც ვერ ვიტყვით ამას, ვერ როგორ უნდა ვიცოდეთ, ხო? მაგრამ თანდათანობით იქ მსახურებაზე გაიგებდი ამ სიტყვებს, შენს საიკითხავდი და აი ესე ზრუნავდა პატრიარქი მრევლის საღვთისმეტყველო განათლების შესახებ. გარდა ამისა, კიდევ უნდა მოგიყვეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისე მისიონერული, ანუ სარწმუნოების გავრცელებისათვის, მაგალითად პატრიარქმა ერთხელ გამოაცხადა, რომ სამი დიდი ზომის ხატი სიონის საკათედრო ტაძრიდან დაიწყებს ოჯახებში მოგზაურობას. ეხლა მე აღარ ჩაუღრმავდები. ერთ-ერთი ხატი მეუფე დანიელს ჩაბარდა ივერის ღვთისმშობლის ხატი, ერთ-ერთი ხატი მეუფე იოანე, დღეს გამრეკელი, მაშინ მამა გიორგი იყო, წმინდა გიორგის ხატი და წმინდა ნიკოლოზის ხატი მოგზაურობდა კიდე, ეხლა ვერ ვიხსენებ ზუსტად ვინ რომელ მოძღვარს ჩაბარდა, რომ ოჯახებში ემოგზაურებინა. და ამ ხატებმა დაიწყეს ეხლა როგორი წესი იყო. ესე იგი, ეს ხატი უნდა აი კვირას გადაბრძანდებოდა, მიბრძანდებოდა რომელიღაც ოჯახში და ერთი კვირა უნდა ყოფილიყო ამ ოჯახში. ამ ერთი კვირის განმავლობაში აუცილებლად სახლში უნდა ყოფილიყო ვიღაც
აუცილებლად სახში უნდა ყოფილიყო ვიღაც, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მორწმუნეს შეძლებოდა მისვლა და ხატის წინაშე ლოცვა. და ეს ხდებოდა სხვათა შორის და ესე გადააბრძანებდნენ და კვირას მერე მოვიდოდა მოძღვარი მრევლთან ერთად, ისევ წაიკითხავდა დაუშდომელს ხატის ან პარაკლის გადაეხდიდა და გადააბრძანებდა უკვე სხვა ოჯახში. თავიდან მინდა გითხრათ, რომ აი პირველი, მეორე მე ვესწრებოდი ამას ყველაფერს. ჩვენი ოჯახი რომ მობრძანდა, მესამე ოჯახი თავპირველად მეფე დანიელის ოჯახში მიბრძანდა, მერე მამა დღეს ქვია ელისე სიხარულიძე, მამა რევაზი, მაშინ რეზო იყო, მეორედ ამ ოჯახში და მესამე ჩვენთან მობრძანდა ჩემ ოჯახში. ოღონდ თავიდან, ესე იგი, თავიდან, ვინც იცოდა ახლა ძალიან მორწმუნე ოჯახი, ვინც იყო, ვინც დადიოდა ეკლესია მისთვის სიხარული იყო, მაგრამ ეს იყო რაღაცა უცებ ესეთი შოკის მომგვრელი, აი, მაგალითად, ჩემი მშობლებისთვის დიდხანს ესე მქონდა ამაზე საუბარი, რომ გამოცხადა პატრიარქმა და მე მოულოდნელად მივიტანეთ სახში, იმიტომ რომ რატო? იმიტომ რომ იცვლება ყველაფერი ოჯახში რა. მიდის ეს ხატი, წარმოიდგინეთ, სადღაც უნდა დააბრძანო. ერთი კვირა უნდა იყოს სახში. ერთი კვირა ფაქტობრივად ჩემი სახლი ხდება ეკლესია. ესე იგი, სად უნდა დააბრძანდეს ეს ხატი? ჩვენ ვამბობდით, რომ ყველაზე საპატიო ადგილას. რომელია ყველაზე საპატიო ადგილი? ესე იგი, ხატი აღმოსავლეთის კუთხეში უნდა იყოს, ხო? და ეს კუთხე, როგორც წესი, თავისუფალი არ არის სახში, არ იყო ხოლმე. და ჩვენ ვთხოვდით, ესე იგი, ოჯახის წევრებს, რომ ჩვენს ვეხმარებოდით, რომ გაგვეთავისუფლებინა ეს ადგილი. და ეხლა ცოტათი ესეც იუმორისტულია, ესე იგი, უკვე მერე რომ შევდიოდით, აღარ ვჭირდებოდა კომპასი, რომ საით არის აღმოსავლეთი, ვეკითხებოდით, სად გიდგათ ტელევიზორი. საოცარი, ყველა ოჯახში, გამონაკლისის გარეშე, აღმოსავლეთ კუთხეში იდგა ტელევიზორი. აი რატო? არ შეიძლება დასავლეთ ყოფილიყო რაღაც. აი არ ვიცი, აი ტელევიზორს, ესე იგი ფაქტობრივად ჩვენ ტელევიზორის გამდევნეთ, ესე იგი და ეს აი ამ ხატებით ერთი კვირა ტელევიზორი არ ჩართულიყო მოკლედ სახში. ერთი კვირა სახში სიგარეტის მოწევა არ შეიძლება. ერთი კვირა ნებისმიერ დროს ახლა ადილის 5 საათზე არა, რა თქმა უნდა, მაგრამ დღისით შეიძლება და ვიღაც მოსულიყო და ეთქვა, რომ შეიძლება ხატის წინაშე დავიკითხო, დავიშდომ. და ანუ ამაზე ვარს ვერ ეთყობდი. ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად ცხადია, რომ სხვა ადამიანი რომ გამომასპინძლებოდნენ რაღაც და აი ესეთი საოცარი თანდათანობით ისეთი რიგები იდგა მერე ამაზე, რომ აი ერთი თუ ორი თვით ადრე უნდა ჩაწერილი ყავ. ხო და ისეთი სითბო, ისეთი ურთიერთობა მერე ტაძარში რომ მიდიხარ, უყურებ ადამიანს რა, ზოგი სუქანია, ზოგი უცნაურად იქცევა, ერთი ქალბატონი იყო, ესე იგი, ყველანი განვიკითხავდით. რატო ეხლა? იმიტომ რომ ესე იგი, ამბიონის წინ, სახელს არ ვიტყვი თუ შეიძლება. თუმცა კი მახსოვს, რა თქმა უნდა, დიდი ხნის გარდაცვლილი. მოკლედ ამბიონის წინ წამოწვევოდა ხოლმე, ესე იგი, მუხლებზე დგებოდა და ხელებით იდაყვებით პირდაპირ ამბიონს ეხებოდა და ესე იყო მთელი წირვა რა. ანუ იქ ამბიონზე ასვლა არ შეიძლება ერის ადამიანისთვის და ქალისთვის მით უმეტეს ზოგადად. ხო და ეს არა, ეს ამოწოლილი იყო და პატრიარქი გამოვიდოდა ხოლმე დახედავდა ესე და არაფერს არ ეუბნებოდა რა. ხო და თან რაღაც უცნაურად გამოიყურებოდა რაღაცა და მოკლედ იმას ვამბობ, რომ ამ ქალბატონის სახში მივაბრძანეთ ერთხელაც ეს ხატი, მე დავყვებოდი მეფე დანიელს მაშინ, რამდენიმე ადამიანი იყო, რომელიც სულ დაყვებოდა და ერთ-ერთი მე გახდით, ხო და დავყვებოდი და ესე იგი ამ ქალის სახში რომ მოვდით, ამ ქალბატონის სახში. ძალიან დიდი სამართლება მოახდინა. ჯერ ესეთი საკმაოდ შეძლებული თურმე ქალბატონი ყოფილა და მე ისე გაგვიმასპინძლა. ეხაც მახსოვს სხვათა შორის იმის გამომცხარი ხაჭაპურის გემო რა. და ხაჭაპურში კი არ არის საქმე. საქმე ის არის, რომ მერე რომ მოვედი წირვაზე ამის შემდეგ. აი ამ ქალის აქცელს სხვა თვალით შევხედე. და მინდა გითხრათ, რომ ეს პატრიარქის საჩუქარი იყო. კიდევ საოცარი რაღაც მოვიფიქრა ჩვენმა პატრიარქმა ხალხის
ხალხის ეკლესიაში მოყვანის ესეთი რამე შექმნა მე ეს არ გამიგია ეხლა კი არის ეხლა არის ისე მეტნაკლებად გავრცელებული მსოფლიოში მაგრამ ესე ძალიან არა და ჩვენთან აი როგორც კი შევაბიჯე ეკლესიაში ტაძარში ხო დამხვდა ესეთი ამბავი მეუნებიან მე არა ვარ ჯერ ესეთი ღრმად ეკლესიური და ის და მეუნებიან რომ ნახე როგორი შემოთავაზება ესე იგი ფსალმუნების წიგნი რომელიც არის ალბათ შეიძლება ითქვას ესე შეიძლება საერო თვალსაზრისით უწოდოთ ძველი ებრაული პოეზია ესა ძველი ებრაული პოეზია და საერთოდ ეს არის პოეზიის საუკეთესო ნიმუში ალბათ ამაზე უფრო დახვეწილი ამაზე უფრო შინაარსზე აღარ მაქვს ლაპარაკი ბიბლიის ნაწილია მაგრამ ხატრული თვალსაზრისით ალბათ არ დაწერილა აი ესეთი პოეტური კრებული როგორც არის ფსალმუნები თავარი ის არის რომ კურნავს მაკურნებელია ეს ლოცვა და მაგრამ თვითონ ძალიან ხატრულია და მოკლედ აი მე გეუნებიან რა ხე შენ არიცი ჩერეს 20 ფსალმუნები სიტყვა გაგიგია და 20 კანონი ანუ 20 ნაწილისგან შედგება რა ეს ფსალმუნები 20 კანონისგან შედგება და ესე იგი თუ გინდა შენ წაიკითხავ დღეში ერთ კანონს და მოიხსენებ 19 ადამიანის სახელს რომელიც მეორე სხვა კანონს დანარჩენ 19 კანონს კითხულობს და ისინი კი შენ სახელს მოიხსენებენ და დღეში ყოველ დღე 19 ჯერ მოგიხსენებენ მე ვოცე შეთავზე ხო ვუწუდებ რაღაცნაირად ხო და ანუ დღეში 19 ადამიანი ისეთი მომხიბლავი აი იმ უხთოების პერიოდში რაღაცა ესეთი ვაკუუმი იყო ფაქტიურად უცებ გეუბნებია რომ დღეში 19 ჯერ ადამიანი და ამისთვის რა არის საჭირო სულ რამდენიმე წუთი რომ ერთი კანონი დღეში წაიკითხო და იყო როგორი იცით რა აი დღეში 20 ესეთი ჯგუფი იყო რომ დღეში ერთ კანონს კითხულობ და ესე იგი შენ ყოველდღე გიხსენებ და იყო საათობრივი აი შენ გეუბნებია რომ თქვათ ესე იგი აი პირველიდან 2 საათამდე ან თუ პირველიდან 3-მდე აი 2 საათი შუალედში შენ უნდა წაიკითხო შემდეგ 2 საათი 48 საათიანი არა გონი 1 საათიანი შუალედი იყო და 48 საათიანი დაუძინებელი ფსალმუნი და აქაც ნუ ეს რამდენი ადამიანი გიხსენებს შენ სახელს ხო რამდენი და 48 ადამიანი 24 საათის განმავლობაში ესეთი ორნაირი ჯგუფი იყო ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ ჩვენ ამ ხერხებს მე ვიყენებდით მე როდესაც მაგალითად პატრიარქმა გამაგზავნა უკვე როცა ბდელი ვიყავი მაგალითად ცაგერში აი იქ არ იყო არა არც ბდელი იყო არც არაფერი აი ამით დავიწყეთ ესე იგი მრევლის ჯგუფების მე მრევლის გამოიკვეთა მრევლის სწორედ აი ფსალმუნების კითხვის მაგალითად და ასე შემდეგ მოკლედ აი ესეთი იყო პატრიარქის მისიონერული შეიძლება ითქვას მოღვაწეობა მე ალბათ თანდათანობით კიდე გამახსენდება ესე იგი კიდე გამახსენდება ეს ამბები და მოგიყვებით უშუალოდ პატრიარქს მაგრამ ძალიან მეჩქარება გადავალ მაგრამ მე ისევ დაუბრუნდები ამას ძალიან მეჩქარება რომ მოგიყვეთ სასულიერო აკადემიის შესახებ მოკლედ მე თვითონ სასულიერო პირველი როდესაც გამოცხადდა მიღება მეუფე დანიელის არჩევით და კურთხევით შევიტანე საბუთები რომ მისაღები გამოცდები ჩამებარებინა და ამაზე მე მოგიყვებით ეხლა კი თვითონ აკადემიაზე მინდა გითხრათ ესე იგი 800 წელი საქართველოში არ ყოფილა უმაღლესი სასულიერო სკოლა სემინარია იყო 1963 წლიდან და ისევ ჩვენი პატრიარქი ხელმძღვანელობდა ამ სემინარიას მაგრამ აი აკადემია ანუ უმაღლესი საღვთისმეტყველო სასწავლებელი არ ყოფილა 800 წელი და ეს იყო პატრიარქის ოცნება რომ თვითონ სასულიერო აკადემია ჰქონდა დამთავრებული მოსკოვის სასულიერო სემინარია და აკადემია რომელიც როგორც მოგახსენეთ აი ამ წმინდა სერგის ლავრაში არის დღესაც და ძალიან მაღალი ხარისხის განათლებას იძლევიან მით უმეტეს პატრიარქს ადრე აი ძველი პედაგოგები ასწავლიდნენ რევოლუციამდელიც კი და გვეყვებოდა ხოლმე ესე იგი ამ ამბებს ხო და მისი ოცნება იყო პირდაპირ უმაღლესი სასულიერო სკოლის შექმნა და ეხლა უბრალოდ მოგიყვებით როგორ შეიქმნა ეს სკოლა
და მე ესე იგი მოგიყვებით რა ხდებოდა ამ სასულიერო აკადემიაში. ესე იგი აი ეს რწმუნებული რო გითხარით, აი თუ არ ვწდები ციკლაური იყო, იცვლებოდნენ ხოლმე და აი ეს ციკლაური იყო, რომელიც თანდათანობით პატრიარქმა რაღაცნაირად მოახერხა და დაიმეგობრა. ეს ადამიანი, რომელიც დანიშნული იყო იმისათვის, რომ ეკლესია შეეზღუდა. ხო და დაითანხმა და მოკლედ რომ ის დახმარებოდა. და როგორ დაეხმარა, იცით? ესე იგი საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებას უთხრა, რომ მოსკოვი თანახმა ამაზე, რომ თუ თქვენ უნდა თქვენ თუ ამას იტყვით, მოსკოვი დაგეთანხმებათ. და მოსკოვში ამას ყავდა თავისი, რა თქმა უნდა, კოლეგა და მოსკოვში კი უთხრა, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება და თუ შეიძლება თქვენ უნდა დაგვეთანხმოთ ამაზე. და ესეთი რაღაცა მოიფიქრეს და საოცრება, ესე იგი, საბჭოთა ხელისუფლებამ ნებადართო პატრიარქს, რომ გაეხსნათ უმაღლესი სკოლა და გადაეცა საპატრიარქოს შენობა, სადაც დღეს არის თბილისის სასულიერო აკადემია. და მოკლედ აი ისეთი სიხარული იყო პატრიარქმა გამოაცხადა წირვაზე მახსოვს, რომ იხსნება ეს არის 88 წლის ზაფხული, იხსნება თბილისის სასულიერო აკადემია ყველა ამ ესე იგი ეს რაც მოგიყევით, ეს ყველა ამისი აღწერით, რომ აი 100 წელი არ ყოფილა, რომ ეს იქნება უმაღლესი განათლების ესე იგი ადგილი კერა, რომ ის არ იქნება მარტო იმათთვის, ვინც ისწავლის და გამოაცხადეს, რომ ესე იგი იმისათვის, რომ იქ ჩააბარო სასულიერო აკადემიაში, მისაღები გამოცდები, შეზღუდული რა თქმა უნდა ძალიან ადგილები, თუ არ ვწდები 7 ადგილი იყო თავიდან გამოცხადებული და აუცილებლად უნდა გქონდეს ან სემინარიის დიპლომი, ან ნებისმიერი სხვა უმაღლესი სასწავლებლის, იმიტომ რომ ეს არ არის სემინარი, ეს არის უმაღლესი სკოლა და ან უმაღლესი უნდა გქონდეს დამთავრებული რამე სხვა საერო, ან ესე იგი ან უნდა გქონდეს დამთავრებული სემინარია. და მე ძალიან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ აი რა კარგია, რომ საქართველოში ესა და იხსნება ეს და რა ბედნიერება, რა დრო დადგა. ამ პერიოდში მე მოგიყვებით ამასაც, ესე იგი როგორ ანჩის ხატი როგორ ამოქმედა ის პერიოდი, როცა იხსნება ეს ძველი დახურული ტაძრები, მეტეხის ტაძარი, ეს კიდე ცალკე მოსაყოლი თემაა ეს ყველაფერი და მოკლედ და ერთ-ერთი შეხვედრისას ჩემი მოძღვარი მამა დავითი მაშინდელი მეუბნება, რომ ხო არ იფიქრებდით ჩაბარებასო. მე მაშინ უკვე ერთი უმაღლესი დამთავრებული მქონდა. ესე იგი ფიზიკის სპეციალობით მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლომონოსოვის სახელობის დამთავრებული მქონდა და დავანებე ამ ფიზიკოსობას თავი, მარტო სკოლაში ვასწავლე ფიზიკას და ჩავაბარე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის მაშინ ერქვა თეატრალური ინსტიტუტი. იქ ჩავაბარე, ეს ამ თემაზე ხა აღარ ვისაუბრებ, ყოველთვის იქ ვსწავლობ რა, მოკლედ იმის სტუდენტი ვარ, ის თქმა მინდა და როგორ ჩავაბარეო მე უკვე მითხრა თუ მოხდება მე გამოიტანა ამ საბუთებს მე ეთქვი ყველაფერს და ესე დავიწყე მაგრამ მე ვთხარი რომ იცით რა მეთქი მამა დავით აი რაღაცები რაც საგნები ბარდება ეხლა მომემზადები ეხლა სახარება ახალ აღთქმაშია გამოსდა ქართულ ენაში რაღაც მაგრამ ეს რაღაც საგანია მეთქი ერთი რომელიც პირველად ეხლა გავიგე სახელი ეს იყო ლიტურგიკა სახელი არ ვიცი რას ნიშნავს არ ვიცი მითხარი და აი როგორ ჩავაბარო მეთქი იცი რა უმაღლესი დამთავრებული ხო და ფიზიკოსი ხარო და ეხლა შენ ჭინი მეორე ამენაირად გაერკვიო წაიკითხე წიგნები და მომამზადე ორი თვე ქონდა მოსამზადებლად და გამოსდებისთვის რამდენი ხანი გაქვი იქ მოსამზადებლად რამდენი ხანი ქონდა 3-4 დღე რა ხო და აი ორი თვე გაქვი და მომემზადება და დავიწყე მომზადება და
ნუ შევიტანე საბუთები, ოღონდ რა თქმა უნდა ჯერ არავისთვის არ მithkoms. აქ დავამთავრებ ჩვენს დღევანდელ თხრობას და რა მოხდა შემდეგ უკვე მოგიყვებით, თუმცა ეს ვალად რჩება ალბათ ანჩის ხატის გახსნა და მეტეხის გახსნა მონაწილეობდი მე თვითონ ამაში ყველაფერში. ვერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.